პროექტ ომი და ქალის ფარგლებში რეჟისორ ირინა ბოკუჩავას ფილმის ომის პატარძალის თიზერის ჩვენება გაიმართა. ფილმის სცენარი მწერალ ნანა ქარდავასა და ჟურნალისტ გოგიტა მელიქიძის ნაწარმოებების მიხედვით არის შექმნილი. ირინა ბოკუჩავა არაერთი დოკუმენტური ფილმის ავტორია აფხაზეთის თემატიკაზე, თუმცა მის გამოცდილებაში ფილმი ომის პატარძალი პირველი მხატვრული სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი იქნება. ძალიან მინდოდა რომ მხატვრული ფილმი გადამიღო აფხაზეთის თემაზე, მაგრამ არ მინდოდა რომ ეს ყოფილიყო შაბლონი. ეს არ მინდოდა რომ ყოფილიყო უბრალოდ ფილმი ომზე. მე მინდოდა ყოფილიყო ფილმი ძალადობაზე, სისასტიკეზე, რაც მოსდევს ომს და ფილმის გმირი თამარი ერთი ქალი არ არის ჩემთვის, არის სრულიად ომში დაზარალებული და ძალადობის მსხვერპლი ქალების სახე. ამ ფილმში ხაზი გავუსვი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობასაც, ამავე დროს ხაზი გავუსვი ზოგიერთი მთიელი კავკასიელი ერების ვაჟკაცობას და ყველაზე მთავარი აგრეთვე ის რომ ომში ასახული ძალადობა და სისასტიკე იმდენად ძლიერია შემდეგ თამარის ბედზე, იმხელა ზეგავლენა აქვს რომ მის არა მარტო ომში, არამედ უკვე მშვიდობის დროსაც მას მთელი ცხოვრება თავზე ენგრევა და ეს მართლა ესე იყო უამრავმა დევნილმა ქალმა განიცადა მსგავსი ისტორია და ეს ამბავი აგებულია ნამდვილ ამბავზე, ნამდვილ ისტორიაზე. ჩემთვის მთავარი იყო რომ ამ ფილმით მე თქვა მსოფლიოსთვის ომს არა, ძალადობას არა, სისასტიკეს არა. ეს არის ჩემი ფილმის მთავარი იდეა. ომის შემდგომ პერიოდში ძალიან ბევრმა ქალბატონმა გადაარჩინა ოჯახი და ამით გადაარჩინა თავისი წილი საქართველო. სწორედ აი ეს არის ძირითადი აქცენტი ამ ფილმის. ეს ფილმი შეიქმნა ჩემი მოთხრობის დევნილი თოლიების საფუძველზე. ფილმის სრული ვერსია ჯერ არ არის მხოლოდ სცენარის და აი ამ საპილოტე მასალის დონეზე, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად დავწმუნდით რომ აი საზოგადოება მოლოდინშია, ელოდება, ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. როდესაც კინოცენტრმა ქალბატონ ირინას უპასუხა, რომ საპილოტე მასალა კი კარგია, მაგრამ თემა არის მოძველებულიო. განა მეოთხედი საუკუნე ამ ხელა უბედურების შემდეგ არის ის დრო რომ თემა იყოს მოძველებული. აი ეს საზოგადოება ფიქრობს რომ არა, ჩვენი პასუხია რომ არა. ძაფრსიუჟეტიან დრამაში მოთხრობილი იქნება აფხაზეთის ომში სასტიკად ნაწამები ქალის ისტორია. რეჟისორს სურს რომ ფილმის მთავარ გმირში გააერთიანოს ყველა ქალი, რომელიც ომისა და ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. მიუხედავად იმ მძიმე სცენებისა, რომელსაც ფილმი შეიცავს, იგი სიყვარულისა და ერთგულებისკენ მოგვიწოდებს. რაც განსაკუთრებულად აღსანიშნავი არის ის, რომ ფილმში ხვდებით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას, სადაც აფხაზი ქალი ამინა ფილმის მთავარ გმირს, ეროვნებით ქართველს ეგრეთ წოდებული საზღვრის გადალახვაში ეხმარება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც აკეთებს ქალბატონი ირინა და იქიდან გამომდინარე, რომ მე უშუალოდ მომიწია ომთან შეხება, ალბათ ჩემი გამოცდილება გარის განსაკუთრებულად ტკივნეული, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ის რაც ქალბატონი ირინა გვიჩვენებს დღეს, ის რაც ჩადებულია დღეს მის პროექტში, არის ძალიან მრავალწახნაგოვანი. ჩვენ ხედავთ ქალს როგორც იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ტრანსფორმირება მოახდინოს იმ დიდი ტკივილის, იმ დიდი ტრაგიზმის და გარდააქციოს იმ სინათლე და იმ სიყვარულად, რომელიც არის ზუსტად იმ სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა. აი ამ პროექტით და ამ პროექტის ჩართვით ზუსტად მე ვფიქრობ ძალიან დიდი საქმე გაკეთდება, რომელიც გაერთიანებს ჩვენ საზოგადოებას. ომის ყველა ტყვია საერთოდ დედას ხვდება გულში. რომ მხარეს არ უნდა იბრძოდეს მისი შვილი, აი ეს მოკლული ის ტყვია იმ მეორე მხარის ჭირისუფალ დედასაც ხვდება გულში და ამის უამრავი ფაქტები, ეს ძალიან ძიმე თემა. საერთოდ თავისი ქვეყნის ყოფა, ცხოვრება, ისტორია ქალს ხშირად სახეზე აწერია. აი, როდესაც მახსენდება ომის შემდგომი 90-იანები, ქალების სახეები გეუნებოდა, რომ აი ძალიან ცუდად არის ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი. და როდესაც კარგად არის საქმე, ისინი უფრო არიან ლაღები, ნათელი ადამიანები. დარწმუნებულია, ირინას ექნება ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა გამოყენებული. ის თუ ფილმსაც გადაიღებს
ეს ძალიან საინტერესო ფილმი იქნება, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა თაობამ. საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს ომის პატარძალი, გაიხსენეს აფხაზეთთან დაკავშირებული ისტორიები და შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შინაარსის ფილმის გადაღება აუცილებელია, რათა კიდევ ერთხელ გაეცვას ხაზი თემის აქტუალობას და საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს აფხაზეთის ომი და მისი შედეგები. გარდა ფილმის ტიზერისა წარმოადგინეს ნაწყვეტები ირინა ბოგუჩავას სხვა დოკუმენტური ფილმებიდან, რომლებიც ასევე აფხაზეთის ომის თემაზეა შექმნილი. საპილოტე მასალის გადაღება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანადგომით მოხდა.